ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი ანგელოზე არ არის და მას არ უნდა დაეშვას სრულმასშტაბიანი ომი რუსეთთან. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთთან შეთანხმების შემთხვევაში ომი არ დაიწყებოდა. ამერიკის პრეზიდენტის ამ განცხადებაზე შეფასებები მმართველ გუნდში კეთდება. ყველაზე კარგად მეზობელმა ქვეყნებმა უცით, რომ რაც არ უნდა ეცადო, შეუძლებელია აერიდო კონფლიქტი რუსეთთან, როცა რუსეთს ამის სურვილი აქვს. ეს არაერთხელ ვიხილეთ, არც ერთი მსხვერპლი არ არის ხოლმე დამნაშავე. როდესაც საქმე არის რუსულ იმპერიასთან, იმიტომ რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე რუსულმა იმპერიამ გააჩაღა სამხედრო კონფლიქტები თავისი ინიციატივით, მხოლოდ იმპერიული ინტერესების გამო. პოლიტიკოსები იმიტომ ვართ, რომ ქვეყანას საფრთხე აარიდო, ხო? შენ რატო გირჩევს ქვეყნის მოსახლეობა, რომ გაატარო პირველ რიგში შენი ქვეყნის ინტერესი? ის რაც უკრაინაში მოხდა, უკრაინაში ხდება, მე არ მგონია, რომ უკრაინელის ხალხის ინტერესში შედიოდეს. ის ვითარება, ის მდგომარეობა, სადაც უკრაინა აღმოჩნდა და უკრაინელი ხალხი აღმოჩნდა. მტერს არ უსურვებ იმ უბედურებას, რაც უკრაინაში მოხდა. შეიძლება დღეს მოგიწიოს ერთი ნაბიჯით უკან გადადგმა, კომპრომისზე წასვლა, მაგრამ ხვალზე 2-3 ნაბიჯი გადადგა წინ. ეს არის პოლიტიკა.